ახლა წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ მოწოდებული ფისტას ნერგის დარგვის მეთოდს. პირველ რიგში უნდა მომზადდეს 60-70 სანტიმეტრის სიღრმის შეძლების დაგვარად ვიწრო ორმო. ეს ორმო ჩვენ უკვე მზად გვაქვს და ვიწყებთ ნერგის ორმოში მოთავსების პროცესს. ამისთვის ხსნით პირველ რიგში პოლიეთილენის ძირს, ნერგს ვიჭერთ, კოტანს ვიჭერთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რადგან არ მოხდეს შიგთავსის ან წინ ან უკან დაცურება და შემდეგ უკვე ძირს უფიქსირებთ ძალი ხელით და ვიწყებთ ორმოში მოთავსებას. შემდგომ უკვე ძირის დასაფიქსირებლად ორმოს ვავსებთ 10-15 სანტიმეტრის სიმაღლეზე მიწით და შეძლების დაგვარად ვახდენთ მის დაფიქსირებას. ერთი ხელით ვაფიქსირებთ ქოთანს და ვიწყებთ პლასმასის რგოლების მოხსნას ისე რომ არ დავაზიანოთ ნერგი. შემდგომ ვიწყებთ ორმოს შევსებას პირამდე ეხლა უკვე ხელის მსუბუქი მოძრაობით ვიწყებთ ქოთნის დარჩენილი ნაწილის, ანუ ლითონის კარკასის მოხსნას, ისევ გათვალისწინებით რომ არ დავაფიქსიროთ ნერგი. აგრძელებთ მიწით შევსებას. ცოტა მოშორებით ავსოთ ჯოხი რომ ფესვი არ დავაზიანოთ. ეს არის ჭიგო, რომელმაც უნდა დაიჭიროს შემდგომში უკვე ჩვენი ფისტას ნერგი. ეხლა უკვე სტანდარტულად მოვუწყოთ სარწყავ ჯამს, რომ წვიმის შედეგად ამ ჯამში დაგროვდეს წყალი და იკვებოს მცენარე. ეხლა უკვე ჩვენი მცენარე გადასულია უკვე გრუნტში და ის გააგრძელებს ვეგეტაციას უკვე გარემოსთან, გარემო პირობებთან შეთავსებით.